საშინელი ვნება და წყალოწყობელი ჯვარი და ნეფსით დაფლა ხორცით აინება ქრისტემან ჭეშმარიტმა ერთმან ჩვენმა მეუხებითა ყოვლადწმინდისა და ყოვლადუხსნელისა და ერისაგვისისა მარადის ქალწულისა ღვთისმშობელი წარსულზე საკუთარ აწმყოზე და საკუთარ მომავალზე და რო არა უფლის კაცმოყარება რო არა უფლის ჩვენთვის გონება მიუწვდომელი განგებულება რა იქნებოდა საერთოდ ჯერ ისე რა იყო ადამიანის არსებობა და ამის მერე არავინ არ უცი. მაგრამ უფალმა მოგცა საშუალება იმისა, რომ ავიღო. უფალმა მოგცა საშუალება იმისი, რომ შევიცვალო. ადრეც მიხადაგია ამის შესახებ და ორი სიტყვით ეხლაც ვიტყვი. დღეს თითქოს და აღარ მინდა უკვე ვახსენოთ ამაზე გვიჩინდელ საკითხავებში იყო აქცენტი გამოხვილებული, მაგრამ ამისი მიზეზი გახდა იუდას გაცემა. ღალატი და გაცემა კაცობრიობის ისტორიის პირველივე თაობიდან დაიწყო. როცა ადამიანებმა უფლის ცნებას უღალატეს, როცა ადამიანებმა საკუთარ პასუხისმგებლობას ზოგი აქციეს და არ გაუფრთხილდნენ დავალებას, რაც მათ ღვთისგან ჰქონდათ მიღებული. მაგრამ გააჩნია ყველაფერს, როდესაც იცი რაღაცა და როდესაც რაღაცა ნაკლებად იცი და ნაკლებად გაცნობიერებული, როდესაც დალხინებული ხარ და როდესაც გაჭირებული. რატო შევიდა მაგალითად ავაზაკი პირველი სამოთხეში, ავაზაკზე დიდი არ იყო მოსე წინასწარმეტყველი, იოანე ნათლისმცემელი, აბრაამ მამამთავარი, ადამი, რომელსაც პირველს ეპყურა ჯვრიდან ჩამონადენი სისხლი მის ნეშტს, ჯვარცმის ძირში რო ხედავთ ხოლმე გამოსახულ თავის ქალას და ძვლებს, გადმოცამით სწორედ პირველი კაცია, რომელიც იქ დაიკრძალა გოლგოთაზე. რატო შევიდა პირველი ავაზაკი? იმიტომ რომ ყველა წმინდანს ძველი აღთქმისას ღმერთი ყავდა ნანახი დიდებული. ღმერთი მათ ყავდათ ნანახი სინასთაზე როგორ გუხდა, ზღვა როგორ გააპო, სასაულები როგორ მოახდინა, მკვდარი როგორ აღადგინა, რაღაცა როგორ გაამრავლა და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ავაზაკს, რომელიც მაცხოვრის მარჯვნივ იყო ჯვარცმული, არაფერი მსგავსი არ ენახა. მას ქადაგებაც კი არ ჰქონდა ქრისტესი მოსმენით. მან მხოლოდ და თან თვითონ იყო მგმობელი. სახარებების შეჯამებას რო ვკითხულობთ, თავიდან ორივე ავაზაკი დასცინოდა და ლანძღავდა და აგინებდა ქრისტე მაცხოვარს. აქეთ იქიდან. მაგრამ ერთი შეიცვალა და მოისმინა მერე სანუკვარი სიტყვები, რომ შენ დღესვე იქნები ჩემთან ერთად სასუფეველშიო და მეორე ბოლომდე დარჩა მაგინებელი. ანუ იმ ერთმა ავაზაკმა გაიარა გზა ჯვარზე გაკრულმა მგმობელიდან მოციქულამდე. მგმობელი იყო, მერე მოინანია
მერე ქრისტეს თხოვა მომიხსენე მეოდეს მოხვიდეს უფევითა შენითავ და მერე კიდე სხვას მეორე ავაზაკს უქადაგა როგორც მოციქულმა რომ ჩვენ სამართლიანად ვიჯებით და ამას არაფერი არ დაუშავებია რა გინდა კაცმა ჯვარცმულმა რომელსაც არაფერი არ ქონდა ქრისტეს ნანახი არც მტრის აღდგინება არც ქადაგება ქონდა მოსმენილი არაფერი ერთი დამცრობილი ყველასგან მიტოვებული საკუთარი ერისგან გაწირული დამპყრობლისგან ჯვარცმული ნაცემი მიტოვებული კაცი ნახა მასშიც კი დაინახა ღმერთი ამიტომ ის ავაზაკი ჩვენთვის არის როგორც ნუგეში თურმე უკანასკნელი ავაზაკიც კი უკანასკნელ წუთსაც კი შეიძლება გადარჩეს ხის წყალობითა და მადლით ისევე საშინელი დამანამუსებელი რადგანაც ესეთმა კაცმაც კი ესეთ მდგომარეობაშიც კი თუ შეძლო ასეთ პოზიციაში ჩაყენებული ღმერთ კაცის შეცნობა მონანიება და აღდგომა სულიერი ჩვენ მით უმეტეს თუ შესაბამისად არ ვიქენით რა პატიებას დავიმსახურებთ და როგორ ვიქნებით საერთოდ ადამიანები ქრისტიანები და გადარჩენის ღირსები და იუდას შემთხვევაში რომელზეც დღეს აღარ მახვილდება უკვე ყურადღება იმიტომ რომ მან თავის საქმე აღასრულა გასცა უკვე ქრისტე და დღეს თავს იკლავს იუდა რა არის აქ მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის რაც ადრეც მithქვამთ და მას ყველაფერი ჰქონდა მიცემული როგორც მოციქულს. ისიც დევნი და ეშმაკებს, ისიც დადიოდა ქადაგებისათვის მთელ იუდეაში და სამარიაში, როდესაც წყვილ-წყვილად გააგზავნა მოციქულები ქრისტემ. ისიც ახდენდა სასწაულებს, მასაც ჰქონდა თავისი საქმეები, დავალებები, ყველაფერი. ამები გვასწავლიან ამას, მაგრამ ბოლომდე ადამიანის გონება ერთის მხრივ იტევს ყველაშია ჩვენში სამწუხაროდ იუდა, მაგრამ მეორეს მხრივ ვერასოდეს ვერ გავიგებთ ამ ხელა უბედურება კაცმა როგორ გააკეთა. როგორ მივიდა, გადაკოცნა თავისი მოძღვარი და უცხრა გიხაროდნენ. გიხაროდნენ, როცა მისი შეპრობლემით არ მიიყვანა ხმლიანი და დაშნიანი ხალხი თავზე დააყენა და გადაკოცნა და ეუბნება გაიხარება. წარმოგვიდგენია, ხო, მოდის შენი გვერდზე მყოფი ადამიანი, რომელიც 3 წელი არ მოგიშორებია გვერდიდან და მიდიხარ და გიხარობდნენ და მოდის და კოცნის და ამბორით გაგცემს და ყიდის. ამიტომ აი ეს ტრაგიკული დღე არის თან ჩვენი აღდგომის დასაწყისი. დღეიდან იწყება უკვე აღდგომა. რომ ქრისტე ჭეშმარიტად ხდება დღეს. ჭეშმარიტად ხდება ყოველ ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ უკანასკნელი მტერი იგი სიკვდილით დაამარცხოს, სიკვდილს რითი შეეძლო ადამიანის შეკავება. სიკვდილს შეეძლო ადამიანის შეკავება, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთ შეეძლო ადამიანის დაჭერა საიქიოში. მხოლოდ ცოდვით. როგორც საბაჟოზე რო გადადიხარ და საბაჟო მაშინ გაგაჩერებს შენ, როცა რაღაცა აკრძალული გაქვს. აი ერთი ქვეყნიდან შედიხარ მეორე ქვეყანაში და იმ ქვეყანაში არ შეიძლება იარაღის შეტანა, ნარკოტიკის შეტანა, რაღაცა შხამის შეტანა, რაღაცის და ეს რაღაცა თუ თან არ გაქვს, რატო გაგაჩერებენ? გაივლი ჩვეულებრივ. და ჯოჯოხეთი იჭერდა ადამიანებს ზუსტად აი ამით. ადამიანებს სიკვდილი აკავებდა ზუსტად იმით, რომ ყველას თან მიყვებოდა რაღაცა დაცემული. ქრისტემ მიიღო ყველაფერი ჩვენი დაცემულობა, მაგრამ არ მიიღო ცოდვა. ქრისტემ მიიღო მდგომარეობა, მაგრამ არა ჩვენი არჩევანი. ქრისტემ სისუსტე, დაღლა, ყველაფერი მიიღო, რაც ადამიანებს გვახასიათებს, მაგრამ არ მიიღო არაფრით ის, რაც ცოდვა არის. ანუ არასოდეს ცოდვისკენ არ გადახრილა იგი. არც მისხანებით, არც რომელიმე სხვა უნებით. და სიკვდილმა იგი ვერ დაიჭირა. ამიტომ არის აღდგომის სიმბოლო კვერცხის პატაჟი. კვერცხი რა არის? ჩაკეტილი სისტემა, რომელსაც არაფერი არ აქვს თითქოს, იზოლირებულია გარესამყაროს. და იქიდან სიცოცხლე გამოდის ხოლმე შიგნიდან. გამოტეხავს წიწილა და გამოვა გარეთ ახალი სიცოცხლე. აი ასევე ჯოჯოხეთი იყო ჩაკეტილი. აღდგომის ხატებზეც ჯოჯოხეთის კარები გარეთ არის გამომწრეული. ჯოჯოხეთს აღარ აქვს კარი. ჯოჯოხეთს ფჭე შეუმსრაუფა. ვეღარასოდეს ჯოჯოხეთი ვეღარავის ვეღარ დაიჭერს, თუ თვითონ ადამიანი არ აირჩევს იქ ყოფნას.
თუ თვითონ ადამიანი არ აირჩევს ქრისტეს გარეშე ყოფნას. რადგან როგორც ისევ ჩვენი წმინდა მამები გვასწავლიან და მამების გარეშე საეკლესიო სწავლება და სწორი განმარტების გარეშე არ არსებობს, ჯოჯოხეთიც კი არის ღმერთისაგან უკანასკნელი პატივისცემა ადამიანისათვის. რადგან რა არის ჯოჯოხეთი? ღმერთი ყველგან არის. ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ღმერთი არის. როგორ შეიძლება ღმერთი ყველგან იყოს და სადღაც არ იყოს? ღმერთი იქაც იზღუდავს თავს ჩვენთვის მონება მიუწვდომლად და ტოვებს ადგილს, სადაც უნდა ისეთ ადამიანებს ყოფნა, რომლებსაც არ უნდათ მასთან ერთად ყოფნა. და იგი ადამიანს ეუბნება, რომ მთელი ცხოვრება ეძახის, მთელი ცხოვრება დაყვება, მთელი ცხოვრება აღდგომისკენ, როგორც თუნდაც ავაზაკს მოუწოდებს და საშუალებას აძლევს, მაგრამ თუ ადამიანი ირჩევს, რომ არ მინდა მე ადამიანს გავდო და მე არ მინდა შენთან ერთად ცხოვრება ღმერთო, უკანასკნელ პატივს სცემს ღმერთი ადამიანს და ეუბნება, რომ გინდა იყო სადაც მე არა ვარ, კი ბატონო იყო და უტოვებს ადგილს ყველგან ყოფი ღმერთი, სადაც თვითონ არის. ანუ ჯოჯოხეთი ის კი არ არის, რომ არ მომწონხარ და არ მიყვარხარ და მომშორ. ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ხდებიან ადამიანები, ვისაც ღმერთთან ერთად ყოფნა არ უნდა. ვისაც ცვლილება არ უნდა. იმიტომ რომ ამ წუთის სოფელში ცოდვასა შინა შობილვარ. ერთადერთი გზა აღდგომისენსა სინანული და ღმერთთან მიახლოვება, რომ გამსპექტაკლით ვითარცა თოვლი. შეგვეძლებინოს ღმერთმა ყველას ღირსეული აღდგომა და თავდაბლობით სიყვარულით ქრისტეს იღება და მასთან ერთად არსებობა.